12 წლის მანძილზე დავდივარ და დღესაც ვერაფერი ვერ გავაკეთე. უსამართლობა ძალიან. მთავრობის სახსანი იმიტომ ვიყავი მისული, რომ მე მინდოდა მე მთლიანი კედლები რადგან დამზადილია ოთახები, კედლების გასამაგრებელი სამოსხმა მინდოდა და დასხმა მინდოდა. ხინა მითხო ბიძინა ივანიშვილის წისკრებთან რომ ღამე გავართიე. პარლამენტთანაც ვიყავი და რომ იქ ვერ ვნახე და იგი დილას იმ ღამეს ვაგზალში გავართიეთ მე და ეს ამბავსმა ლოგათენა მე ტაქსის შევეხვეწე რომ ბიძინა ივანიშვილის სახლით ვიცით მიმიყვანეთ მე. მიმიყვანა იქ გავართიე მთელი ერთი დღე. დღე ხო მის წისკრებთან. და არ გამოგხედა არა. პირიქით შესლაიცი დამინახა, გამოსლაიცი დამინახა. და არ მოგაქციათ ყურებს. სულ ანაგებად არაფერი. არც კითხათ რატომ ხარ? არა. ბაშერა ხალიბასული იყო და ყველა მეუბნებოდნენ რომ ნახე და მოგეხმარება, რადგან ახალი მოსული არისო. მაგრამ არ მომეხმარა პირიქით. აქედან რომ განცხადება გამეგზავნა ფოსტიდან. ფოსტა გააფრთხილეს რომ ჩემთინებას უკან დაუბრუნეთ განცხადებაო. აწარის თავრობა იყო ჩემთან 2017-ში საახალწლოდ საცუქრები მომიტანა ჩვენ გამგებელს უცხარავ მე ვუთხარ ხედავთლად დირკებიანი იგი მეთქუთხა და წყალი ჩამომდის. აქ იყო ამ სახლში შემოსული. კი, გამგეობას დაავალა რომ დაეხმარეთო, მაგრამ დღესაც არ დაგეხმარა. ასევა პირობას გვაძლევდნენ იქნებდნენ სანამ კაბინეტის კარებსა და სკამთან მივდოდნენ. კარები რომ გააღეს და სკამზე დაძენ, მე არაფერს არ აინტერესებს თქვენი სანაგლეხები. თვითონ კოშკებში და გლეხებზე არ ფიქრობენ. თქვენი შვილი შემოპირია, ხო? ხო, ესეც 39. ხო, და თავად აგერ და დღესია. უთები მენები გაკეთებული. ახლა ვისთან ერთად ცხოვრობთ აქ თქვენ შვილთან? მე და ეს. მეუღლე გარდაიცვალა. ყოველდღიური საკვები არა მეზობლები მეხმარებიან, აგერ მაღაზიები და მეხმარებიან. თითო დღეურად თითო პულს მიცუქნის. ანუ მოქალაქეები გეხმარებიან. მოქალაქეები მეხმარებიან. ანუ მუნიციპალურ სასადილოებში ახერხებთ მისვლას თუ ვერ ვახერხებ ახლა, ვერ მივდივარ. მე ვითხოვე ოჯახზე მოტანა, მაგრამ ვარ მითხეს და თქვენ ვერ მიდიხართ საკვების ამოსაღებად და არც მოაქვთ არავის. არა, პატარა ადგილი მაქვს და რა თქმა უნდა ვამუშავებ. როგორ ახერხებთ? ამ კალიას გიტკავალ ხელებით ვაკეთებ. წერს რომ საავადმყოფოებში დავცი წერს არაფერი არ მაქვს. მხოლოდ ორი წელი მივიღე ნახევარი მესოკი აზოტი რომელიც რომ მიწა-წყალი ქონდა აზოტს დაარიგებდა. თოხი და ყველაფერი უნდა დაერიგა, მაგრამ არაფერი. 10 წლიანი ვაუჩერი მოგცეს და 2 წელიწადში გაუქმდა. 2 წელი მივიღე, მეტი არ მივიღია. თავის ჯიფებზე და თავის ცხოვრებაზე ფიქრობენ და გლეხი სანამ სამსახური არიან, თავის გამორჩენას ფიქრობენ. ხალხს ეხვეწებოდნენ რომ შვილები გავაჩინოთ და საქართველოს გავამრავლოთო. ახლა რომელი გვეხვეწება საქართველოს გამრავლებას და საქართველოს დაცვას. პირიქით ქალაქში ვერ გეარო. გვატყვება ყველანაირად და ყოველთვის. ოცნება შემოვიდა და ოცნებით აგრძელება სულ. მეტი არაფერი მეთქი და მართლა სისიმილის. ოცნებაში გძლება სული რომ ვითომ გვინდა ეს გავაკეთო ოცნებაში მართლა გამოხატული, მაგრამ ერთად ვერ ვაკეთებ. მათი ოცნებები აისურვეს. ჯიპები გაისკრეს.